Talvo Papuashvilma albათ სასრულია რომ ჯერ თავის ტყუილებს მიხედოს, ალბათ ყოველთვის ცნობილია რომ ის განცხადებები ძირითადად ეფუძნება ცრუ ინფორმაციას. ჩვენ არ მიგვიღია ჩვენს თავზე ეს განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში არც არასდროს დაგვიმალავს, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის, რომ მოემზადოს არჩევნებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეს არჩევნები ახლოს არის თუ შორს. ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა არის ეს. შესაბამისად, ეს ვისაც მიემართებოდა და ვინც მალავს რომ არჩევნებისთვის არ ემზადება, მე მგონია რომ მას ჯობს რომ დაუსვას ეს კითხვები. რაც შეეხება იმ მიზანს, საითკენაც მიისწრაფით, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამ მიზნამდე თქვენ ახლოს ხართ, ცოტა დრო დაგრჩათ, შორს ხართ, როგორ უყურებთ თქვენ საერთოდ ამ პროცესს? ხედავთ მარშებს და ანონსებულს, ასევე საპროტესტო აქციებს, უწყვეთ, ვთქვათ, შეკრებებს რუსთაველის გამზირზე, ეს ბრაზი პროტესტი არსად არ წასულა, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ რეჟიმის სიმყარეს, ის დემონსტრირებს ყოველ შემთხვევაში საზოგადოების წინაშე, რომ ვთქვათ, მას ის თავს კარგად გრძნობს, რომ სანქციები არის კომპლიმენტი, რომ deep state წარმოადგენს ჯოულსონი და სანქციები რეალურად მათთვის არაფერს არ ნიშნავს. რამდენად ახლოს ხართ თქვენ ამ მიზნამდე? ჩვენი მთავარი ორი მიზანი არის ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება. რეჟიმის სიმყარესთან დაკავშირებით ვერ ვიქნებოდი ასეთი ცალსახა, იქედან გამომდინარე რეჟიმი, როდესაც იყენებს მძიმე საცეცებს და ის გადადის რადიკალურ ფორმებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ძალიანაც მყარად არ არის. რასაც პრინციპში ძალიან კაფიოდ გამოხატავს ის სასამართლო პროცესები, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ის ყოველდღიური რეპრესიები, რომელსაც ის იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გამოდიან და აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ასევე რეჟიმი ძალიან აქტიურად მიმართავს პროპაგანდის მექანიზმებს და იმ პროპაგანდის მექანიზმებს, რომლებიც მას საერთოდ არ მიესადაგება, იმიტომ რომ ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს მან მოირგოს ეროვნულობის იმიჯი, რომელიც მას საერთოდ არ შეესაბამება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ყველაფერს ქართულს, ებრძვის ყველაფერს ეროვნულს და ებრძვის ყველაფერს ქრისტიანულს, ამით ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, დაწყებული გელათით, დამთავრებული იმ გმირების შეურაცხყოფით, რომელთაც მათ არაერთხელ მიაყენეს ეს შეურაცხყოფა. ასევე რეჟიმი ცდილობს მოირგოს სამართლიანობის როლი, რომელიც ასევე არ ერგება მას და მოირგოს ქართულ ხალხს ემზრუნველის როლი, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ ის რეალურად ინიღბება და რეალურად არის დასუსტებული? ეს ინიღბება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან პირიქით დამოკიდებულებას და პირიქით ქცევას. ხო, მაგალითად დავიღოთ ნარკოპოლიტიკა, რომელიც არ არსებობს ქვეყანაში და მათ ბოლო პერიოდში დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში ესეთი მძიმე ნარკოლოგიური მდგომარეობა აქამდე არასდროს არ ყოფილა და ვიცით, რომ ქვეყანაში ვერ იქნება ვერცერთი მსხვილი გამსაღებელი, თუ მას რეჟიმი და თუ მას მაღალჩინოსანი კორუფციონერები არ დააფარებენ ხელს. ყოველდღიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დედაქალაქში არაერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ან ძალიან მძიმე მდგომარეობით გადაჰყავთ კლინიკებში. ერთ-ერთი ესეთი მძიმე შემთხვევა იყო გუშინაც და პრინციპში ქართული ოცნების არჩევნების გაყალბება ძალიან მყარად დგას ხოლმე იმ პოლიტიკაზე, რომელიც მათ აქვთ ნარკომიმართულებით. აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან ბევრი მდგენელია რეჟიმის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხო მე არ ვფიქრობ რეჟიმი მყარად არის, ეს ყოველდღიურად ძალიან კაფიოდ ჩანს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რა თქმა უნდა, და ამის ყოველდღიური გამოვლინება არის ქუჩაში, საგარეო ველზე, იმ ჩვენი საგარეო პარტნიორების მხრიდანაც, რომ ჩვენ ვიბრძვით კვლავ იმ ორი საერთო და მთავარი მიზნისკენ, რომელიც არის ხელახალი არჩევნები და თქვენი საუბრეთ რეჟიმზე და ბიძინა ივანიშვილის პარტიაზე, თუმცა ვისაუბროთ პროდასალურ პარტიებზე, ვისაც ხმა უნდა მისცეს საზოგადოება ნებისმიერ არჩევნებზე, ხო? ახლა თქვენ ასხივებთ თუ არა სიძლიერეს, როგორ ფიქრობთ, ხედავს თქვენ სიძლიერეს ამომრჩეველი თუ რაღაც მომენტში სისუსტეს, რომელიც შესაძლოა დრო და დრო რაღაც გადაწყვეტილებებში ვლინდებოდეს? ფიქრობ, ჩვენი კონკრეტული გუნდი ყოველთვის იყო ძალიან თანმიმდევრული და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიხსენებს ვერცერთ ჩვენ განცხადებას ან რომელიმე ნაბიჯს, რომელიც არ იყო თანმიმდევრული, ან არ შეესაბამებოდა იმ დაგეგმილ მოქმედებას, რომელიც ჩვენ ალბათ გაგახსენებენ გიორგი კახარიას
სტუმრობას მისვლა საკანონმდებლო ორგანოში, ვიცით რომ რაღაცნაირად სალომე ზურაბიშვილის შექმნილ, თქვა წინააღმდეგობის პლატფორმაში იყო გადაწყვეტილება მიღებული და როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ალბათ თქვენი ოპონენტები სხვა პარტიებიდან ამას შეგახსენებენ. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, კომისიაზე მისვლა, საბოლოო ჯამში ყველამ დავინახთ, რომ სასარგებლო შედეგი მოიტანა, აქეთ ამხარეს ყველა მებრძოლისთვის პრინციპში იქედან გამომდინარე, რომ ამ დღეს მნიშვნელოვნად გამოჩნდა მათი ტყუილები და პირველ რიგში ეს დაინახა მათსავე ამორჩეულმა და ის პროპაგანდის ძალიან დიდი ნაწილი, რაზეც ქართული ოცნება იდგა, თეა წულუკიანის კომისიის სახით ჩამოიშალა იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვნად და იმ დღეს თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა და ფიქრობდა რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის რაც ითქვა კოორდინაციაზე მეორე დღიდან უკვე ყველა მიხვდა რომ მნიშვნელოვანი იყო ის რომ სიძლიერეზე და სისუსტეებზე დიახ მაინტერესებს აი ხვალ რო დაინიშნოს არჩევნები და ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ აი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვნიშნავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსო თქვენ ოპოზიცია პროდასალურ პარტიებს გულისხმობს და არა თქვენ გიორგი გახარიას გულს ამ შემთხვევაში თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს სამართლიან პირობებში ჩატარებულ არჩევნებში რა მოხდება არავინ არ იცის თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თბილისის კონტექსტი არ დაგვავიწყდეს და გავითვალისწინოთ არჩევნებში მაშინ როდესაც თბილისში ოპოზიციამ გაერთიანებულად მოიგო იმიტომ რომ ოპოზიციის საერთო ჯამური იყო გაცილებით დიდი ვიდრე ქართული ოცნების იმ პირობებში რომ გაყალბების დონე იყო ძალიან მაღალი რა თქმა უნდა ყველა ვიცით რომ ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება ვიდრე რეგიონებში შესაბამისად ამიტომ იყო ესეთი ცვლილება და ესეთი განსხვავება რეგიონსა და ქალაქს შორის როდესაც არჩევნები ჩატარდება სამართლიან პირობებში რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ვერ ექნება ის მხარდაჭერა რომელიც მათ დაიწერეს იმ გაყალბების ფონზე. რაც შეეხება სიძლიერეს, ხო, ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში, რომ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზეც, გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელიც ყველას ჰქონდა დაშვებული, ის პროპაგანდასთან ბრძოლის ნაწილში იქნება ეს თუ რეგიონებში მუშაობა, ეს იქნება სადამკვირვებლო მისიები თუ სხვა ნებისმიერი, ამიტომ დღეს როდესაც კითხვას ვავენ ან ვიღაცა კრიტიკულად არის განწყობილი, რომ აი ვიღაცა იმზადება არჩევნებისთვის ერთის მხრივ კრიტიკა მოდის რომ აი პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის ემზადებიან მხოლოდ არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე და მეორეს მხრივ კრიტიკა მოდის რომ აქედანვე რატო ემზადებით პოლიტიკური პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის არჩევნები ახლოს არის თუ შორს არის მას ყოველთვის უნდა ქონდეს კომუნიკაცია საკუთარ ამორჩეველთან ნებისმიერ დროს შესაბამისად ეხლა დაწყებული მზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის რა თქმა უნდა იქნება გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი ვიდრე აქამდე იყო და საკითხი უბრალოდ პროცესი, რომელიც თქვენ მათ შორის გაძლიერებთ ქვეყნის შიგნით, ერთია სანქციები, სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც მათ შორის დაანონსებულია მეგობარი აქტის ფარგლებში და ესეა გუშინ ჯოვოსონმა გამოაქვეყნა, თუმცა ქვეყნის შიგნით მარში საპროტესტო აქციები რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ იგივე რეჟიმს, აი თქვათ, მოსვენება არ დაეკარგოს და ასევე თქვენ მუდმივად შეახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ბრაზი არსად არ წასულა და თქვენ მზად ხართ მათი დაკვეთა შეასრულოთ. ამ პროტესტს 4 თვის განმავლობაში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორი შედეგი. პირველი შედეგი არის ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა და ის, რომ მათ არ აქვთ გარე ლეგიტიმაცია და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის რომ მათ შიდა ლეგიტიმაციაც არ აქვთ და ყოველდღიურად ეს ადამიანები პრინციპულობით და ბრძოლის უნარიანობით აჩვენებენ რომ ჩვენ ვიბრძვით თანასწორობისთვის და ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი ქვეყნისთვის. რაც რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას უქმნის საკმაოდ დიდ დისკომფორტს და თუნდაც მათივე ამორჩეულში ჩნდება კითხვები რომ ამდენი ხნის განმავლობაში როცა ვიღაცა პრინციპულად ქუჩაში დგას და იტანს ამდენ წნეხს როგორიც არის ფინანსური წნეხით დაწყებული ფიზიკური ძალადობით დამთავრებული, მაშინ ამას აქვს რაღაც ლოგიკური მიზეზი. აი ამ ლოგიკურ მიზეზამდე, როდესაც მივდივართ და როდესაც ეს ადამიანები მიდიან უკვე ამ კითხვამდე, ისინი პოულობენ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ აი ძალადობა რო ავიღოთ, ხო, თუნდაც როდესაც ქართული ოცნება საუბრობს და სხვისკენ იშვერს ხშირ შემთხვევაში ხელს, ამ ბოლო 4 თვეში და იმ დარბევების პროცესში ხდებოდა ისეთი რამ, რაც არის სრულიად ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან. ის ადამიანები და საპოლიციო რეჟიმი და ის ონდერები, რომელიც ქართულ ოცნებას ყავდა შესეული ახალგაზრდებისთვის, დაკავებულ ახალგაზრდებზე ძალადობენ, რაც არის ამ
ყველაზე მტკივნეული ნაწილი ამ ყველაფერში არათუ დაკავების პროცესში უკვე განეიტრალებულ ადამიანებზე ძალადობდნენ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველდღე შევახსენოთ ქართული ოცნების ამორჩეულს, რომ თუ ისინი ოდესღაც იყვნენ ძალადობის წინააღმდეგი, ეს ძალადობა არის ძალიან მკაფიო და ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი. რაც შეეხება ხვალინდელ მარშს, თქვენ საიდან უერთდებით ამ მარშს და თუ უშუალოდ მიხვალთ ევროპის მოედანზე პირდაპირ ამ კუთხით გაქვთ თუ არა გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მაყურებელს რომ უთხრეთ. დიახ, ჩვენ რუსთაველიდან შევუერთდებით ჩვენი ყოველდღიური შეკრების ადგილიდან ჩვენი გუნდი შეუერთდება ამ მარშს და ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.